გუშინ საღამოდან ვურთიერთობთ თქვენთან. თქვენს თუ ადევნებდით თვალს, არ ვიცით, საქართველოს ხმას, სადაც ნამდვილად იყო ნიჭიერების და მუსიკალური დღესასწაული და ამ ყველაფრის მონაწილეები თიკარო არის ეს ყველა ვიცით, მაგრამ მეც შევერთდი ამ დღესასწაულს და ძალიან მიხარია ნამდვილად, რომ გავხდით ანამონაწილე და ამ ყველაფერს მეც ვადევნებდი იქვე ლაივში თვალს, მაგრამ თქვენც გქონდათ ამის შესაძლებლობა, სხვათა შორის ყველაზე გრანდიოზული, ბრჭყვიალა და მუსიკალური მეგაშოუ საქართველოს ხმის პირველი ლაივ კონცერტი ჩატარდა გასულ საღამოს, როგორც უკვე გითხარით, დავალფეროვანი მუსიკალური ნომრები და აღფრთოვანებული ჟიური, სწორედ ასეთ იყო გუშინდელი კონცერტი რუსთავიორის მაყურებლისთვის, შესრულდა ბევრისთვის კარგად ნაცნობი, როგორც ქართული, ისე უცხოური ჰიტები. თუ ვინ გახდა ხალხის რჩეული მონაწილე და რომელი კონკურსანტი გამოეთიშა სამწუხაროდ მუსიკალურ მარათონს, ყველა დეტალს ახლა ელენე მირიანაშვილის სიუჟეტიდან გავიგებთ. და ვიდრე ნახავდეთ სიუჟეტს, მინდა გითხრათ მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მაყურებელიც იყო აბსოლუტური მონაწილე გუშინდელი საღამოს, იმიტომ რომ თქვენ განსაზღვრეთ, ვინ გადავიდოდა შემდეგ ეტაპზე და ვინ გამოგვეთიშება და ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეები თქვენ გამოდიხართ უკვე ამ ეტაპიდან ჩვენი საკონკურსო ცხოვრების. ახლა ვნახოთ გუშინდელი ამბებიც. 3, 2, 1 მის მიცემა შეწყდა. მღელვარების 30 წამი დასრულდა. მაყურებელმა პირველი არჩევანი უკვე გააკეთა. ეს გახლავთ დათუნა მესტვირიშვილი. ვოკალის 19 წლის პედაგოგი დათუნა მესტვირიშვილი საქართველოს ხმის ის მონაწილეა, რომელიც მეგაშოუს პირველივე ლაივ კონცერტზე მაყურებლის რჩეული გახდა და ხმების მაქსიმალური რაოდენობა მიიღო. ჩემი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, আমি შოქში ჩავარდი, იმიტომ რომ მართლა არ ველოდი ამ ხელა გამოხმაურებას მაყურებლისგან. 28% რავი არ არის ცოტა რაოდენობა და მადლობა ჩემს მაყურებელს და რა ვიცი, გავამართლებ თქვენს იმედებს გპირდებით. ახალგაზრდა კონკურსანტმა, როგორც მაყურებლის აღფრთოვანება, ასევე ჟიურის მოწონება ლილიკო ნემსაძის სიმღერის „მე სანამ შენამდე მოვედი“ შესრულებით დაიმსახურა. 19 წლის ასაკში ესეთი გამართული, ესეთი სრულყოფილი, ესეთი ჩამოყალიბებული შემსრულებელი, რომელიც დღეს ჩვენს წინ არის, მხოლოდ და მხოლოდ იწვევს აღფრთოვანებას და ძალიან დიდ პატივისცემას და ძალიან დიდი მადლობა შენამის. ლაივ კონცერტის დასასრულს ხმების ლიდერთან ერთად აუთსაიდერი კონკურსანტიც გამოვლინდა. მაყურებლის გადაწყვეტილებით მუსიკალურ მარათონში ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს გეგი შალამბერიძე. კონკურსანტი აუდიტორიის წინაშე ჯო კოკერის უკვდავი ჰიტით წარსდგა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთ ნიჭიერ ადამიანებთან მოვხვდი. გამოცდილება რა თქმა უნდა დიდი არის და დასამახსოვრებელი წუთები, ასე რომ ვთქვათ, ჩემს ცხოვრებაში. ცოტა გულისწყეთა მოყვება ამ ყველაფერს, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ უკანონო დაიხიო და საკუთარ საქმეს პროფესიას შეეშვა. პირიქით მოტივაცია იმისი, რომ უფრო განვითარდე და წინ წახვიდე. ძალიან გულდასაწყვეტია ის თემა, მაგრამ ეს კონკურსი ახლავს, რომ თითო კონკურსანტი აკლდება და დღეს უკვე ჩვენი გულისწყეთა დაიწყო ამით, მაგრამ თავი შენ ღირსეულად გამოხვიდე და ისე დაამახსოვრო მაყურებელს თავი. ალბათ ყველა კონკურსანტისთვის ეს უნდა იყოს ამომავალი წერტილი და ეს პროექტი იძლევა ამის საშუალებას, რომ შენი მაქსიმუმი აჩვენო. გია მაჭარაშვილის მუსიკალური კომპოზიცია ზაფხულის ტვიმაში. Radiohead's Creep. ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს მარიამ ბიგვავას შესრულებით. ეს იმ მუსიკალური ნომრების ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოს ხმის მონაწილეებმა გასულ საღამოს ააჟღერეს. შესრულდა როგორც ეროვნული, ასევე უცხოური მელოდიები, რამაც კონცერტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი გახადა. ეს არ არის უბრალოდ კონკურსი, ეს არის 9 პროფესიონალ მომღერალთან ერთად სცენაზე სიმღერა და მათთან კონკურენცია.
შევასრულე Radiohead-ის Creepy. ძალიან ამაღლებელი იყო. სრულად ამოვაყირავე ვერსია, რადგან ინსტრუმენტალიც არანჟირება, სლიანი ვერსია ჩემი იყო და ძალიან ბედნიერი ვარ ჟიურის შეფასების. შენ ხარ პროფესიონალი მუსიკოსი, მომღერალი, რომელიც საქართველოს ძალიან ჭირდება დღეს. პირველი live კონცერტის გახსნა უმაგრესი შესაძლებლობა იყო ჩემთვის. ვიმღერე Whitney Houston-ის Queen of the Night და გონი შესაბამისი იყო ჩემი გამოსვლა და სიმღერა ჩემს პერსონაჟთან. გუშინდელი გრანდიოზული live კონცერტი მონაწილეებთან ერთად არანაკლებ დაუვიწყარი აღმოჩნდა ჟიურისა და პროექტის შემოქმედებითი გუნდისთვისაც. ძალიან ემოციური დღე იყო. წინვალე ათეული შეიკრიბა და მე თითოეულ მათგანს დღეს მადლობა მინდა უთხრა იმისთვის, რომ ფაქტიურად კონცერტზე გვაგრძნობინეს თავი. ამაყი ვარ ძალიან, როდესაც მართლა ესეთ წინვალე ახალგაზრდობას უსმენ. დრო გარდასული მახსენებს თავს, უნაზეს ფერებით თავს. ჩემი ჩეულიც, რომელზეც ოქროს ღილაკი მქონდა, ისეთი ემოციებით მღერის ამ პატარა ბიჭი, ამდენი ემოცია როგორ არის, აი იმ წუთში რაღაც საოცარ განწყობას ქმნის. მოლოდინი ქონდა რომ იქნებოდა კარგი, იმიტომ რომ ძალიან კარგი კონკურსანტები არიან, მაგრამ აი მომზადების დონემ იმ შესრულებამ რა დღეს ლაივში სცენაზე ავტორის წინაშე მოახერხეს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთი რომ გამოვიდა და გეგონა რომ აი გამაღლააწია თამასა და მეტი საუნდნეყოს, უცე მე მეორე გამოდიოდა და მესამე და კიდევ უფრო მაგარ შედეგდება. გუძე ამყობს რომ იმღერონ მონაწილეებმა ძალიან კარგად ის რომ მაყურებლად მიიტანონ ის თავისი ემოცია, თავისი გამოსვლა და აი მაგას პირდებით რომ ზუსტად ეს შემადგენლობა ისეთი კარგი კონკურსანტები არიან ამ სეზონზე რომ აი ამას ჩვენი აზრით ეხლანდელ გადმოსახედიდან შეძლებენ. საქართველოს ხმის ტიტულის მოპოვებას დღეიდან 9 კონკურსანტი შეეცდება. მორიგი მუსიკალური დღესასწაული რუსთავი 2-ზე შემდეგ სამშაბათს 22 საათზეა ჩანიშნული.